საქართველოში პროდუქტების კონტროლის მექანიზმის სუსტია სიტუაციაზე დღევანდელ ბაზარზე შექმნილი ვითარებაც მეტყველებს განცხადებას რუსეთის უნებლობის საერთაშორისო ექსპერტს ეკუთვნის. ნათელა ხურციძის განცხადებით რუსეთის უნებლობა არის ერთიანი ჯაჭვი, რომლის კონტროლი პროდუქციის წარმოების დაწყებიდან მისი შეფუთვისა და რეალიზების ყველა დონეზე უნდა განხორციელდეს, უნდა მოხდეს საკონტროლო პარამეტრების დაცვა, როგორიცაა ტემპერატურა, შეფუთვა, ნივთიერებების ოდენობა. ექსპერტი ხაზს უსვამს საქართველოში ბოტულიზმის მაღალ მაჩვენებელს და აცხადებს, რომ საზოგადოებამ პროდუქტის საოჯახო პირობებში წარმოებისგან თავი უნდა შეიკავოს. რეალიზაციაში ჩაშვებული პროდუქტების შემოწმების აუცილებლობაზე საუბრობენ გამყიდველებიც. მოვაჭრების განცხადებით პროდუქციის შემოწმება მაღაზიაში შეტანამდე უნდა ხდებოდეს. კონტროლის რა მექანიზმები არსებობს ქვეყანაში რუსეთის უნებლობის დასაცავად, დეტალები იხილეთ მაცეს მომდევნო გამოშვებაში. ძალიან ბევრი ბიზნეს ოპერატორია დარეგისტრირებული და ინსპექტორები არიან ძალიან მცირე რაოდენობით, რომლებსაც უბრალოდ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ყველა წარმოება შეამოწმონ და შესაბამისად დაადასტურონ, რამდენად კარგი პროდუქცია მზადდება აი ამ წარმოებაში. მაგის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბიზნეს ოპერატორი, რომელიც გადამამუშავებელი წარმოება ამ ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მიწოდების მთელი ჯაჭვის კონტროლის მექანიზმს ფლობს. ის მხოლოდ თავის პროცესებზეა პასუხისმგებელი, ანუ საწარმოო პროცესებზე. დადიან როგორ არიან ამოწმებენ, მაგრამ რა ვიცი თვეში ერთხელ ალბათ ასე დადიან, ამოწმებენ, უყურებენ, მაგრამ აქამდე არ უნდა მოვიდეს ცუდი საქონელი, სადაც მთავარი პარტიები შემოდის, უკ უნდა შემოწმდეს ყველაფერი და მერე კარგად იქნება ყველაფერი. რა თქმა უნდა ჩვენც გავაკონტროლებთ, ცუდს ვიღებთ თუ არ ვიღებთ, მაგრამ მაინც დიდი პარტიები იქ არ უნდა მოდიოდეს და იქ უნდა იშიფრებოდეს ყველაფერი.